გამარჯობათ ძვირფასო მაყურებლებო მსმენელებო და გამომწერებო. დღეს ვაგრძელებთ ნიკოლა ტესლას მეოთხე ნაწილს, ახლა კი ვიწყებთ შემდგომი წლები. უორდენ კლიფის დახურვის შემდეგ ტესლამ მორგანთან წერილები განაგრძო. დიდი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ტესლამ მორგანის შვილს, ჯეკს, მისწერა, რათა პროექტისთვის დამატებითი დაფინანსება მოეპოვებინა. 1906 წელს ტესლამ ოფისი გახსნა მანჰეტენზე, ბროდვეის 165 ნომერში, სადაც დამატებითი თანხების მოზიდვას პატენტების შემუშავებითა და მარკეტინგით ცდილობდა. 1910 წლიდან 1914 წლამდე მას ოფისები ჰქონდა მეტროპოლიტენ ლაიკ თაუერში. რამდენიმე თვითქირი ცხოვრობდა ვულვორთის შენობაში, საიდანაც ქირის გადახდის არქონის გამო გადავიდა. შემდეგ კი 1915 წლიდან 1925 წლამდე საოფისე ფარცე გადავიდა ვესტ მე-40 ქუჩის 8 ნომერში. ვესტ მე-40 ქუჩის 8 ნომერში გადასვლის შემდეგ ის ფაქტობრივად გაკოტრდა. მისი პატენტების უმეტესობა ამოიწურა და მას პრობლემები შეექმნა იმ ახალ გამოგონებებთან დაკავშირებით, რომელთა შემუშავებასაც ცდილობდა. უფრთო ტურბინა. 1906 წელს 50 წლის იუბილეზე ტესლამ წარმოადგინა 200 ცხენის ძალის 150 კილოვატი 16,000 ბრტს სიმძლავრის უფრთო ტურბინა. 1910-1911 წლებში ნიუ-ჯიორკში უარერსარ ელექტროსადგურზე მისი რამდენიმე უფრთო ტურბინის ძრავა 105,000 ცხენის ძალის სიმძლავრით გამოსცადეს. ტესლა რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობდა, მათ შორის 1919 წლიდან 1922 წლამდე მილუოკიში ჰოლს ჩელმერს ისთვის. ტესლამ იდეის ლიცენზია მისცა ზუსტი ინსტრუმენტების კომპანიას და ის გამოიყენეს ფუფუნების მანქანების სპიდომეტრებისა და სხვა ინსტრუმენტების სახით. უკაბელო ინტერნეტთან დაკავშირებული დავები. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ბრიტანელებმა გადაჭრეს აშშსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელი ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელი, რათა გაეკონტროლებინათ ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ნაკადი. მათ ასევე სცადეს გერმანიის უკაბელო კომუნიკაციის გათიშვა აშშში და აშშდან, რისთვისაც აშშის მარკონე კომპანიამ უჩივლა გერმანულ რადიო კომპანია ტელფანკენს პატენტის დარღვევისთვის. ტელფანკენმა დაცვისთვის მოიწვია ფიზიკოსები ჯონათან ზენეკი და კარლ ფერდინანდ ბრაუნი და 2 წლით დაიქირავა ტესლა მოწმედ თვეში $1000. საქმე შეჩერდა და შემდეგ უაზრო დასრულდა, როდესაც აშშ 1917 წელს გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო. 1915 წელს ტესლამ სცადა მარკონის კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მისი უკაბელო რეგულირების პატენტების დარღვევისთვის. მარკონის თავდაპირველი რადიო პატენტი აშშში 1897 წელს იყო მინიჭებული, მაგრამ მისი 1900 წლის პატენტის განაცხადი, რომელიც რადიო გადაცემის გაუმჯობესებას მოიცავდა, რამდენჯერმე უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ ის არღვევდა სხვა არსებულ პატენტებს, მათ შორის ტესლას 1897 წლის ორ უკაბელო ენერგიის რეგულირების პატენტს, სანამ საბოლოოდ 1904 წელს დამტკიცდებოდა. ტესლას 1915 წლის საქმე უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მსგავს საქმეში, სადაც მარკონის კომპანიამ სცადა აშშის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა პირველი მსოფლიო ომის დროს პატენტების დარღვევის გამო, აშშის უზენაესი სასამართლოს 1953 წლის გადაწყვეტილებით აღდგა ოლივერ ლოჯის, ჯონ სტოუნის და ტესლას წინა პატენტები. სასამართლომ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მარკონის პრეტენზიასთან, როგორც რადიო გადაცემის პირველმა მიღწევის მქონე კომპანიასთან, არამედ იმიტომ, რომ რადგან მარკონის პრეტენზია გარკვეულ დაპატენტებულ გაუმჯობესებებზე საეჭვო იყო, კომპანიას არ შეეძლო იმავე პატენტების დარღვევაზე პრეტენზიის გამოთქმა. სხვა იდეები. ტესლამ ოზონის წარმოებაზე დაფუძნებული რამდენიმე მოწყობილობის ბაზარზე გატანა სცადა. მათ შორის იყო მისი 1900 წლის ტესლას ოზონის კომპანია, რომელიც 1896 წელს მის მიერ დაპატენტებულ მოწყობილობას ყიდიდა, რომელიც მის ტესლას სპირალზე იყო დაფუძნებული და რომელიც სხვადასხვა სახის ეთში ოზონის ბუშტუკებით შესაყვანად გამოიყენებოდა თერაპიული გელის დასამზადებლად. რამდენიმე წლის შემდეგ მან ამ მოწყობილობის ვარიაციის შემუშავება სცადა, როგორც საავადმყოფოებისთვის ოთახის სადეზინფექციო საშუალება. მან გამოთქვა თეორია, რომ ტვინზე ელექტროენერგიის გამოყენება აძლიერებდა ინტელექტს. 1912 წელს მან შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსაწყენი მოსწავლეები გონიერები გახდებოდნენ მათი არაცნობიერად ელექტროენერგიით გაჯერებით, სასკოლო ოთახის კედლების გაყვანილობით და სასწავლო ოთახის მაღალი სიხშირის ვიბრირებადი, უსასრულოდ მცირე ელექტრული ტალღებით გაჯერებით. ამრიგად, ბატონი ტესლას თქმით, მთელი ოთახი ჯანმრთელობის მომნიჭებელ და მასტიმულირებელ ელექტრომაგნიტურ ველად, ანუ აბაზანად გადაიქცევა. გეგმა სულ მცირე დროებით დაამტკიცა ნიუ-ჯიორკის სკოლების მაშინდელმა დირექტორმა, უილიამ მაქსველმა.
ჟურნალ ელექტრული ექსპერიმენტატორის 1917 წლის აგვისტოს ნომერში ტესლამ ივარაუდა, რომ ელექტროენერგიის გამოყენება წყალქვეშა ნავების ადგილმდებარეობის დასადგენად შესაძლებელი იყო უზარმაზარი სიხშირის ელექტრული სხივის არეკლის გამოყენებით, ხოლო სიგნალი ფლუორესცენტურ ეკრანზე, სისტემა, რომელიც, როგორც აღინიშნა, თანამედროვე რადარს ზედაპირულად ჰგავს, ჩანდა. ტესლა ცდებოდა თავის ვარაუდში, რომ მაღალი სიხშირის რადიოტალღები წყალში შეაღწევდა. ემილ ჟირარდომ, რომელმაც 1930-იან წლებში საფრანგეთის პირველი რადარის სისტემის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა, 1953 წელს აღნიშნა, რომ ტესლას ზოგადი ვარაუდი, რომ ძალიან ძლიერი მაღალი სიხშირის სიგნალი იქნებოდა საჭირო, სწორი იყო. ჟირარდომ თქვა, ტესლა წინასწარმეტყველებდა ან ოცნებობდა, რადგან მის განკარგულებაში არ ჰქონდა მათი განხორციელების საშუალება, მაგრამ უნდა დავამატოთ, რომ თუ ის ოცნებობდა, ყოველ შემთხვევაში სწორად ოცნებობდა. 1928 წელს ტესლამ მიიღო აშშის პატენტი 1.655-114, რომელიც ეხებოდა ვერტიკალური აფრენა-დაშვების, მქონე ორპლანიან დიზაინს, რომელიც ფრენის დროს ლიფტის მოწყობილობების მანიპულირების შედეგად თანდათან იხრებოდა, მანამ, სანამ ჩვეულებრივი თვითმფრინავივით არ დაფრინავდა. ტესლა ფიქრობდა, რომ ეს არაპრაქტიკული დიზაინი $1000-ზე ნაკლებ ფასად გაიყიდებოდა. საცხოვრებელი გარემოებები. ტესლა 1900 წლიდან ნიუ-იორკში, Waldorf Astoria ჰოთელში ცხოვრობდა და დიდი ხარჯები ჰქონდა. ის 1922 წელს Sturgis ჰოთელში გადავიდა და მას შემდეგ მიჰყვებოდა ჩვეულ სქემას, რამდენიმე წელიწადში ერთხელ სხვადასხვა სასტუმროში გადადიოდა და გადაუხდელ გადასახადებს ტოვებდა. ტესლა ყოველდღე პარკში დადიოდა მტრედების გამოსაკვებად. მან სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან დაიწყო მათი კვება და დაშავებულ ფრინველებს გამოჯანმრთელებამდე უვლიდა. მან თქვა, რომ ყოველდღიურად მას ერთი დაშავებული თეთრი მტრედი სტუმრობდა. ფრინველის მოვლაზე $2000-ზე მეც ხარჯავდა, 2025 წლის მონაცემებით $98,470 ექვივალენტი, მათ შორის მოწყობილობას, რომელიც მან ააგო, რათა ფრინველი კომფორტულად ეჭირა მოტეხილი ფრთისა და ფეხის შეხორცებისას. ტესლას გადაუხდელმა გადასახადებმა, ასევე მტრედების მიერ შექმნილი არეულობის შესახებ ჩივილებმა, 1923 წელს მისი წმინდა რეჯისიდან გამოსახლება გამოიწვია. 1930 წელს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სასტუმრო პენსილვანია, ხოლო 1934 წელს სასტუმრო გუბერნატორი კლინტონი. ერთ დროს მან ნომრები სასტუმრო მარგერიშის დაიკავა. ტესლა 1934 წელს სასტუმრო ნიუ-იორკერში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს Westinghouse Electric და მანუფაქტურულმა კომპანიამ ხირის გარდა მისთვის თვეში $105, 2025 წლის მონაცემებით $3.010 ეკვივალენტი გადახდა დაიწყო. ამის შესახებ სხვადასხვა წყარო ირწმუნება. რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ Westinghouse შეშფოთებული იყო, ან შესაძლოა გააფრთხილა პოტენციური უარყოფითი რეპუტაციის შესახებ, რაც მათი ყოფილი ვარსკვლავი გამომგონებელი იმ გაჭირვებული პირობებიდან გამომდინარეობდა, გადახდა აღწერილია, როგორც საკონსულტაციო საფასური, რათა ტესლას ქველმოქმედებისადმი ზიზღი გვერდი აევლო. ტესლას ბიოგრაფმა მარკ სეიფერმა Westinghouse-ის გადახდები ერთგვარ დაუზუსტებელ ანგარიშსწორებად აღწერა. მადლობა. ძვირფასო ხალხო, ასეთი მშვიდი და გულყურით მოსმენისათვის გისურვებთ დიდ და კეთილშთაგონებას. შევხვდებით მეხუთე ნაწილში. არ დაივიწყოთ არხის გამოწერა, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენი უკეთესი განვითარებისთვის და მომავლისთვის. გფარავდეთ მამა ჩვენი ზეციდან.